მოგესალმებით, ეთერშია მედია კავშირი ობიექტივის დღის სტუდია, რომელსაც ორშაბათობით და ოთხშაბათობით უძღვები ჟურნალისტი ილია ჩაჩიბაია. ჩვენს რადიო მსმენელებს და ტელემაყურებლებს შეგახსენებთ, რომ შეგიძლიათ დაგვირეკოთ ნომერზე 2-388-105 ან სკაიპით ობიექტივი 2. გადაცემის პირველ ნაწილში სტუმრად მოვიწვიეთ მარტვილის მერის რწმუნებული სალხინოს ადმინისტრაციულ ერთეულში ბატონი გიორგი ჯიჯელავა. დიდი მადლობა ბატონო გიორგი, რომ ასეთი შორიგზა გამოიარეთ ობიექტივის სტუდიაში ჩამოსასვლელად. გამარჯობა. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს ბატონო ილია, მადლობა მოწვევისთვის. ბატონო გია, ჩვენს მაყურებელს და მსმენელს მოკლედ ვეტყვი, რომ ჩვენ დღეს ვისაუბრებთ მეუფე პეტრეს იმ ბოლო განცხადებაზე, რომელსაც საკმაოდ ხმაურიანი გამოხმაურებებით მოჰყვა საზოგადოებაში და სასულიერო პირებშიც. პირველ რიგში, ვინაიდან თქვენ მარტვილიდან ბრძანდებით ჩამობრძანებული, ძალიან მაინტერესებს, როგორ მიიღეს პეტრეს განცხადება მარტვილელებმა, რა რეაქცია ჰქონდათ ამ განცხადებაზე, როდესაც სასულიერო პირი ღიად აცხადებს, რომ პატრიარქის მითი კეთილობის შესახებ, უпростоოდ კეთილი მსახურების შესახებ მითი პატრიარქის დამსხვრეულია, მეუფე პეტრე აკრიტიკებს ასევე სინოდს და ასე ვთქვათ, უპირისპირდება დედა ეკლესიას მისი ბოლო განცხადებებით. როგორ შეხვდნენ ამ ყველაფერს მარტვილში? ბატონო ილია, მოგეხსენებათ, მრევლის სინაკლები დაიწყო, რაც არჩევნები და რაც პოლიტიკურ იმაში იყო გართული ბატონი მეუფე პეტრე, მის მერე და მერე პატრიარქის დაპირისპირებამ გამოიწვია უდიდესი ზიანი საეკლესიო მხრივ რო შევხედოთ. აი მრევლი არის ძალიან გაღიზიანებული და ძალიან განაწყენებული, აი ვინც კი დადიოდა იმათმაც მიატოვეს სიარული, ფაქტიურად ეკლესიამ დაკარგა მთავარი, რასაც ქვია დედა ეკლესია და რითაც ჩვენ დღემდე მოვაღწიეთ და მოვედით, ეს ყველაფერი ნელ-ნელა ქრება და მარტვილის ეპისკოპოსია მეუფე პეტრე და ამიტომ არის საზოგადოებაში ისეთი განწყობა, რომ მისი განცხადებები არ ვერ მიიღეს? იმიტომ რომ ეკლესია და პოლიტიკა სულ სხვადასხვა რაღაცაა. ეკლესია, იქ ხალხი დადის, ყველას ეკლესია მაგას არ აქვს პოლიტიკური მხარე, ნაციონალია თუ ოპოზიცია თუ პოზიცია, ყველას ჩვეულებრივად შევდიოდით და ლოცულობდით. აი მაგალითად მე აქ დავდივარ სხვა ეკლესიაში, იმიტომ რომ მარტვილში აკრძალული მაქვს. აი მანამდე სანამდის მეუფე პეტრეს კურთხევას არ მივიღებ, მანამდე მაგალითად ჩემი მეუღლე თბილისში ცხოვრობ მე და თბილისში მუშაობ ჩემი მეუღლე, ჩემს შვილებთან ერთად ვიყავი მარტვილ სოფელ წაჩხურუში, სადაც მე მუშაობ და ვცხოვრობ იმ ეკლესიაში ასული შვილებთან ერთად, ავედი იქ ეკლესიაში და ხალხი როცა მეუფე დედა ჩემი ყველა ჩემი ნათესავი იქაა დასაფლავებული და ავედი ეკლესიაში ჩვეულებრივად, როგორც დადის ჩვეულებრივი ადამიანი, ქრისტიანი ჭეშმარიტი, ავედი თუ არა, ნახეს თუ არა მამავებმა ატყდა ერთი ამბავი არიქა, მოვიდა ის ვიღაცა ეშმაკი, რაღაცა ისეთნაირად წარმოსახეს ეს ყველაფერი და გამოდის ერთი მამაო და მე ხვეწება, ვაიმე შენი ჭირი მე, აქ ეკლესია უნდა დატოვო, მე ვუთხარი, ასე ამბობ, მამაო მე შვილები, მეუღლე მოვიყვანე, ზიარება უნდა მიიღოს მეთქი, იმიტომ რომ კურთხევა ჰქონდა თბილისიდან სპეციალურად იყო ჩამოსული. აი ჩემი მშობლები რომ მოენახულებია და ერთი ამბავია მე შპოთავსო მამაო შპოთავსო. ხანუ თქვენ იმის გამო რომ გაბედეთ და მეუფე პეტრე გააკრიტიკეთ, სასულიერო პირებს აქვს კურთხევა რომ მეუფე პეტრე მე კი არ გავაკრიტიკე, მეუფე პეტრე გააკრიტიკა ხალხმა. და მე ამ ხალხის ას ვლაპარაკობ თუ არა, მე რას ამბობს აი ეს ხალხი, ეს ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია ახლა. იმას ამბობს რომ აი მაგალითად მეუფე პეტრე არჩევნები რო იყო ღიად ბრწყევლიდა. რასთვის ხოდის აი საჯაროდ იყო ეს განცხადება? მხარს დაუჭერთო იმ დაფრანგულ ქალბატონსო სალომე ზურაბიშვილსო, ეს არის ყველაზე დიდი ცოდვა, ესო როგორ შეიძლებაო? აი წყევლის ფაქტი სად მოხდა მაგალითად, ეს ძალიან საინტერესოა. ისიც მოხდა ეკლესიაშიც, თვითონ მეუფე პეტრე გამოდის. ქადაგებაზე დაწყევლა მრევლი, ვინც სალომე ზურაბიშვილს მისცემდა ხმა? ქადაგებაზე დაწყევლა ამან გამოიწვია. ეს არ ვიცოდი. გაღიზიანება გამოიწვია მოსახლეობის, გამიგეთ? ახლა როგორ შეიძლება პოლიტიკურად მიუდგე მრევლს? აი დღემდე ვერ მოუნელებია პეტრეს აი ის ძალაუფლება, რომელსაც ნელ-ნელა ეტაპობრივად კარგავს. რატომ კარგავს და როგორ კარგავს ამ ძალაუფლებას? და რატომ ხონდა მას ეს ძალაუფლება გადაჭარბებული? წინა ხელისუფლების დროს პეტრე იყო უზრუნველყოფილი, აი ყველანაირი უზრუნველყოფა, რასაც ქვია, აი მაგალითად ჩვენთან რო ჩამოვიდა ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი, ადგა ხალხისთვის არც კი უკითხია, ადგა ერთლარად გადასცა ვებერთელა კოლმეურნეობის შენობა, მერე ვენახის ბაღები, დადიანის სასახლე, ვებერთელა მიწები და ეს კაცი, ამ კაცს აი ფაქტიურად ეს დღემდე ნანობს ამას. რა დამსახურებების გამო მიიღო მან ეს ქონება?
პეტრემ რა დამსახურება ქონდა ყოფილ ხელისუფლებასთან, მაგრამ დღემდე რომ მისტირის ეს არის ფაქტი. აი ასენებს დაუბრუნდეთ აუცილებლად ბატონო გიორგი. თქვენ ამბობთ რომ მრევლმა იკლო მარტვილში. ეს ცალკეულ ეკლესიებში ხდება, ასე თუ მთელ ეპარქიაში მრევლის ნაკლებობა მეუფე პეტრეს ასეთი ქმედებების გამო ბოლო განცხადება ძალიან მძიმე იყო. მე მინდა ჩემი პირადი მოსაზრებაც გამოვთქვა. ის პირადად დაუპირისპირდა უკვე საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს და დაუპირისპირდა წმინდა სინოდს და ხელისუფლებას. ხელისუფლებას. და ყველას, საერთოდ ყველას, მოსახლეობას დაუპირისპირდა. მოსახლეობას, დღეს მაგალითად სანამ აქ სტუდიაში მოვიდოდი მე ამერიკის სამხინოდან, რომ იქ ერთი მუშა სახელი და გვარი არ მინდა რო ვთქვა, იმიტომ რომ რამე პრობლემები არ შეექმნას, მუშას ეუბნებიან, შენ ოცნების მომხრე რო ხარო, იმიტომ რომ აქ მუშაობა უნდა მიატოვო, რაღაც გეუბნებით, სერიოზულად გეუბნებით. და ეს მეუფე პეტრეს დავალებით ხდება? ყველაფერი ხდება მეუფე პეტრეს დავალებით. პეტრეს თავისთავი მიაჩნია, წარმოუდგენია ესეთნაირად, რომ ძლეთამძლე. კი, მაგრამ ამას როგორ ეგუება მაშინ მარტვილის მერი მაგალითად, როგორ ხდება ამას, როდესაც მეუფე პეტრე არაფორმალურ მმართველობას ცდილობს ამ რაიონში? მერი რო არ ყოფილიყო, მარტვილის მერი რო არ ყოფილიყო, მარტვილის რაიონში არჩევნებს ვერავინ ვერ. ყველაზე რთული რაიონია, დამიჯერეთ რა, ყველაზე ურთულესი რაიონია მარტვილის რაიონი, იმიტომ რომ ეხლა მთელი ცენტრი შტაბი თვითონ ის ყოფილი კანდიდატი იქ ადიოდნენ, შტაბი იყო გადაქცეული ნაციონალების შტაბად. სად ადიოდნენ უკაცრავად? იმაში მონასტერში დადიოდნენ, სადაც მეუფე პეტრესთან მიდიოდნენ ნაციონალური მოძრაობის ლიდერები? ხევას, დიახ, რა თქმა უნდა. და მარტვილის მერი არის სხვანაირი პიროვნება, ეხლა გამორჩეულია ისიც მორწმუნეობით, აგი როგორც ყველა ქრისტიანი თვითონაც აშენებს თავის სოფელში ეკლესიას, უდიდეს ეკლესიას და ვებერთელა წვლილი მეუძღვის, ესე იგი მარტვილის რაიონში რო ჩამობძანდეთ, თქვენ ნახავთ მარტვილის მერის გაკეთებულ საქმეს. აი ეს მოწერილია, ადრე იძახდნენ, რომ მოწერილია, მაშინ მე პატარა ბიჭი ვიყავ, მოწერილია ეხლა იმის შვილი არის ჩვენი გუბერნატორი და ღმერთმა გაუმარჯოს, იმის მერი არ გაკეთებულა მარტვილში, ეხლა რუსტავირი რო იძახის, რაღაც გარეთ არ გახვიდეთ, წარღონა და კიდობანი მოამზადეთო, ისე კი არა, მარტვილის რაიონი გახდა ქალაქი. აი ყველა სოფელი, გაზი, ცენტრალური გზები მოწესრიგებული, ხიდები, ყველაფერი და ეს ხო წინ და ეს ყველაფერი ხალხი არის ბრძენი და ყველაფერი ისაღება რეიტინგში, რაც არ უნდა წევლოდა, რაც აი მაგალითად ჩვენთან ჩემს სოფელში პირადად მე ვარ იმისთვის მიუღებელი და დღემდე მიცავდა მარტვილის მერი. ხატით დადიოდნენ, ხატით. აი ამაზე მინდა გითხო. ხატით დადიოდნენ და მთელ მარტვილში დადიოდნენ ხატებით და წევლიდნენ მრევლს, ვინც ნაციონალურ მოძრაობას არ მისცემდა. ეს მეუფე პეტრეს დავალებით ხდებოდა კურთხევი? 100%-იანი ადამიანები არ ჯერა ეხლა ისეთ რაღაცებს ამბობთ, ხალხთანაც მიგიყვან, სადაც ხატით ჩვენო თქვენთანო მოვედითო მეუფე პეტრეს კურთხევითო, ხო და აი ხალხზე აფიცებდნენ, რომ რამენაირად მხარი არ უნდა დაუჭიროთო, მაგრამ ეხლა ხალხი კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ხალხი არის ბრძენი, როცა ხელმძღვანელი ხალხის აზრს ითვალისწინებს და ხალხისთვის მისაღებ რაღაც პროგრამას აკეთებს, მაშინ ხალხი ყოველთვის აკეთება. მე კიდევ ერთხელ მინდა ჩაგეკითხოთ, როდესაც თქვენ ამბობთ, რომ მარტვილში მრევლმა იკლო, თქვენ ბრძანდებით სალხინოს გამგებელი და ამიტომ მინდა დავაკონკრეტო, მხოლოდ სალხინოს რაიონს, სოფელ სალხინოს გულისხმობთ მხოლოდ, თუ გულისხმობთ მთლიანად რაიონს? გულისხმობ მარტვილის რაიონს და მარტვილის რაიონს იმიტომ გულისხმობ, რომ მარტვილის რაიონიდან გამოქცეული არის 28 ბერი. აი მაგალითად ცხეთაშია მამა სერაფიმა, უდიდესი პიროვნება. ქუთაისიდან მზადდებოდა მამა ილია. ალერტში იყო კიდევ მამა ქვეყნის, არ ვიცი, მამა ილია, რომელმაც მე მაზიარა. იცით მე ქვეყნის უამრავი პიროვნებები, ეხლა წარმოიდგინე, ის ფილოლო განათლებულები, უაღრესად განათლებულები, აი უაღრესად განათლებულები. ბატონო გიორგი, მე მინახავს რამდენიმე გადაცემა, სადაც საუბარი იყო იმაზე, რომ მეუფე პეტრე მარტვილის მუნიციპალიტეტში ძალიან ბევრი კარგი საქმე გააკეთა. აი გეტყვით ეხლა, აი მაგალითად ჩვენთან საგზაო დეპარტამენტმა გააკეთა გზა, არის წაჩხუროს მონასტერი, ჩვენმა მერს მე აუხსენი, რომ აქ თვითონ იცოდა, მაგრამ მე აუხსენი, რომ აქედან მოსახლეობა გაედინება იმ უგზოობის გამო და პირველი პროექტი რაც იყო, ეს იყო წაჩხუროს მონასტრამდე გზის აყვანა. აი ახლა ხალხში აუცელებენ ის ვინც ყავს შემორჩენილი 1-5 მრევლი, აი ნახეთ მეუფე რას აკეთებს, გზებს აკეთებს. ანუ ხელისუფლების დამსახურებებს მეუფე თავის თავზე იწერს? ხო, უნდა რომ მიიწეროს, მაგრამ ხალხი კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არის ბრძენი. ბატონო გიორგი, უკაცრავად უნდა შეგაწყვეტინოთ, მაყურებელი თუ რადიო მსმენელი გვიკავშირდება და უნდა მივიღოთ პირდაპირ ეთერში ზარი. გამარჯობა, გისმენთ. გამარჯობა.
გამარჯობა დგენიცალე. პირველ რიგში ძალიან დიდი ბოდიში მინდა გითხრათ, ისეთ მძიმე საკითხებზე ვსაუბრობთ, რომ მე თვითონაც შეძრული ვარ, გულწრფელად მინდა გითხრათ ეს. შემიძლია მე თვითონ ისეთო ამ პეტრეზე ისეთი წარმოდგენა მქონდა თავიდანვე როგორც კი გამოხდა ტელევიზიის ეკრანით რომ პირდაპირ გიზდებოდა ჯერ ერთი მამა გიორგი მამამაზეს რო ამართლებს 6 თვე თუ რამდენიმე თვე ეძებდა სიანის ადამიანი და იმის გამართლება შეიძლება ჯეთი დააბრალეს ხან შორენას კლავსო ხან ვიღაცასო დაპირებდა ესე იგი არა ხან ოქროც ჭირდებაო და ამ დროს კითხულობდა რომ შაქარიო უშლის ყელსო სიანიდის მოქმედებაზე და შაქარი ამ დროს ინდიან მოყეს ახსვიცით არა და ისე ამას კითხულობდა და ამის მე ბაკაზე არანაირი წარმოდგენა არა გამოდის ეს მელიასავით ლაპარაკობს სულ აი ეს ცნაურად იცით რომ რამდენად ყველაფერი დასაჯერებელი რაც თქვენი ეს კაცის და გილაპარაკებაც ძალიან მადლობთ ზარისთვის მე შეგახსენებთ ნეტო შეგწოდე და მაგინი გადააქცია ვეთანხმები მადლობა ზარისთვის ქალბატონს ვეთანხმები იმიტომ რომ მრევლიც რო შედის ერთი და იგივე იმით გამოდია რომ მამალაძე ყველა ლოცვა ყველა წირვა მამალაძე მესმის მამალაძე ჩვენ გვყავს თავრობა გვყავს სამართალდამცავი ორგანოები და მიხედავენ ამას ეხლა მეუფე პეტრე რო ამბობს გზები გავაკეთე ეს იყოს ბატონო კარგით მეუფემ გააკეთა მაგრამ მეუფემ ხალხს დაუკარგა მთავარი აი რაზეც დგას სახელმწიფო რითაც ჩვენ მოვედით დღემდე აი ეკლესია არის ერის გამამთლიანებელი და გამაერთიანებელი და თითოეული ქართველი ქრისტიანის შემწყნარებელი და ყოველივე საუკეთესო და მთავარი თუ დამიკარგე რასაც ღირებულება რასაც ხელისუფლება რასაც სახელმწიფო ქვია მე რა თქმა შენი გაკეთებული გზა ან ზაბორი და ან რაღაცა მაგრამ ეს არის ყველაფერი არის აბსურდი ეს არის გადასაფარად იმის გადასაფარად და გარკვეული ადრე კომუნისტებს რო ყავდათ ის ავტობუსებში რო ჩააჯერდნენ ადამიანს უხდიდნენ ფულს და ამბობდა აი რა გაკეთდა აი რა გაკეთდა ბატონო გიორგი დაასრულეთ აი ყველაფერი იკარგებოდა და იკარგება დღემდე და დღემდე ხალხი არის ძალიან აღრენილი აგრესიულად იმიტომ რომ აი რამე თუ საუკეთესოა სალხინოში ყველაფერი ხალხის დაუკითხავად არის პეტრესი აი ყველაფერი თუ გინდა ჩამოვზანდით და გადახედეთ აი პეტრეს რეზიდენციაზე და გლეხს როცა უჭირს მაშინ შენ ამხელა ჯიბზე რო დაჯდები და ეტლით და ცხენებს რომ მიაბანდა იქნება ეს ჯიპი მრევლმა შესწირა ამის გამო არ ვიცი მე ახლა ღირს თუ არა გაკრიტიკება შეგწირა ეს ჯიპი ეს გაყიდე და მოახმარე იმ გაჭირვებულ მრავალშვილიან ოჯახს იცით კი თქვენ ახლა საუბრობთ იმაზე რომ რაღაც მიწებთან დაკავშირებით გაუგებრობებიც ყოფილა მე თქვენი საგაზეთო ინტერვიუებით წაკითხული მაქვს მაგრამ მოდით ფაქტებით ვისაუბროთ რა ფაქტები გაქვს თქვენ როდესაც ამბობთ რომ მეუფე პეტრე მიწა წაართვა გლეხს ან მარტვილის ნებისმიერ ცხოვრებს მე ვარ სალხინოდან ხო სალხინოში იყო ვებერთელა კოლმეურნეობის შენობა ჩამოვიდა საკაშვილმა გადასცა მანეთა ღმერთმა შეარქვეს მეუფე პეტრეს ადგილობრივ მოსახლეობას თუ არ ექნა წვდომა აი იმ სასტუმროში ან ხათიაბე რო დაათვალიეროს აი რო შევიდეს და დაათვალიეროს მაპატიეთ ახლა რუსული მე 12 წელი მოსკოვში ვცხოვრობდი და ხან წამოვწდება ხოლმე ბოდისუხტი მაყურებას იქ თუ წვდომა არ მექნა მე თუ ჩემმა შვილმა არ ილოცა და ჩემ შვილთან ერთად მე ეკლესიაში რომ მივალ და მამას გეუბნებიან რომ არიქა ის არ შემოვიდ როგორ შეიძლება მე ბევრ რაღაცას ვაკეთებ და ვაკეთებდი დღესაც ეხლა იქ რაღაც წინააღმდეგობა იყო ხატი იყო წმინდა გიორგის ხატი სპეციალურად ჩამორზანებული და თავის პატრონს არ უბრუნებდა იქ არის ვებერთელა ეკლესია ასეთი ქველმოქმედი პიროვნება ბრძანდება წმინდა გიორგის ეკლესიაა და მთელი ხალხი არის იმის მოლოდინში რომ ეს ეკლესია როდის გაიხსნება და ეხლა რამე მაგალითზე გკითხეთ კომპონებებთან დაკავშირებით შენობა წვდომა არ აქვს ხალხს რო შევიდეს აი რაღაცით რო შევიდეს აი სითბო კი არ გამოდის იქიდან გამოდის აგრესია კოლმეურნეობის შენობა მარტვილში მეუფე პეტრეს საკუთრებაა სასტუმროდ გადააკეთა კარებში დგას დედა თამარის ძმისშვილი მაგრამ ვინ აჩუქა მას ეს სახელმწიფო ქონება საგაშვილმა აჩუქა საგაშვილ როგორც ჩუქნიდნენ აი ერთს წაართმევდნენ მეორეს ჩუქნიდნენ ხო და ეს ხალხი ამას ყველაფერს რო ხედავს და რო უყურებს მიწებთან დაკავშირებით ბრძანეთ აი მაგალითად იქიდან რო შემოდიხარ ჩვენთან არის დასაწყისი ჟინოთა და ბოლომდე არის წაჭკური სადაც ჩემი წინაპრების სასაფლავებია აი იქ მაგალითად შიგნით გადააკეთეს ეს ეკლესია რაღაც სასტუმროს ტიპის უსახური შენობა ააშენეს ადრე იყო რასავალ ეკლესია სასტუმროდ გადააკეთეს ხო ეკლესიის მიმდებარე ეზოს ტერიტორიაზე მე რაღაც აუზი მოაწყვეს საკალმახე უნდა იყოს საფლავში საერთოდ სოფლიოში არ არსებობს
იყოს ესეთი რაღაცა, მერე საპირფარეშო პირდაპირ წყალი სასმელ წყალში ჩაედინება და არის ესეთი საშინელება და ამას ადამიანი რომელიც ეგუება ის ადამიანიც მიმაჩნია მოღალატე. დიახ, მე ვიცი რომ მარტვილის რაიონის სალხინოს ადმინისტრაციული ერთეულში მდებარეობს ერთ-ერთი თვალსაჩინოება, ეს არის დადიანების საზაფხულო რეზიდენცია. ეს მაინც არ აქვს იმედია მეუფე პეტრეს დასაკუთრებული. ადრე ჩვენ ყველანი სალხინოელები ვართ იმ დადიანის სასახლის ეზოში გაზრდილები. ჩვენი აი უწმინდესი ადგილია და ყველა იმას პატარა ბავშვით ვეფერებოდით და უვლიდით და დღეს ეს კარები ჩაიკეტა. გეუბნები, აი დიდი კარები ჩამოკიდეთ მაშინ პეტრე არ. მაგრამ რა უფლება აქვს სახელმწიფო ქონებას რომ კეტავს მეუფე პეტრე? კეტავს კი არა, წაართვეს იქ მარნის შენობა იყო დამთვალიერებელი. დღეს ეხლა ეს ყველაფერი გადაიქცა ბიზნესად. ბიზნესია ეს არის, აი მაგალითად იქ შეხვალ სასტუმროში, გამოგიწერენ ჩეკს, იქ უნდა გადაიხადო და აგემოვნე ფულს. ეხლა სალხინოს და ხო, და ვიღაც ტურისტებისთვის კარგი იყოს ტურისტებისთვის, სალხინოელი კაცი ადგილობრივი მოსახლე რო შედის, ან ცოლი რომ მოიყვანა, ეხლა ის ერთი არ მინდა თემებს შევეხო, მაგრამ 150 ლარი ჯურის წერა არ აქვს ადგილობრივ მოსახლეს არ აქვს ამის ფული და მე ეხლა იმით მემუქრებია რომ არიქაო შენო რო ხალხიო ამდენ ფულს ხარჯავსო სული საცხონებლათო და შენო რას ამბობო ისეო დაგიხმარები ჩვენს ხა მეუბნება ვინ გეუბნებათ ამას მამაო მეუბნება მამაო სრული პასუხისმგებლობით გეუბნები შენო ცოტა უკა მე ის პოლიტიკური ის რო იყო მაშინ მეუბნე მოდიოდნენ ჩემთან ერთი მეორე მესამე შენო უკან დასახევი ყოველთვის უნდა დაიტოვო რამენაირად რა ქონების პატრონია მეუფე პეტრე მეუფე პეტრე მთელი რამე თუ არის მარტვილის და აბაშაში ყველაფერი არის მეუფეს აი ფაქტიურად მიწები საუკეთესო ის ვაზის ოჯალეში სადაცაა გაშენებული დადიანის სასახლეში რო შეხვალე კარეტა უყენია რაღაც ის მამაო მე ამას როგორ ითმეს ადგილობრივი მოსახლეობა თუ კი დადიანების ისტორიული რეზიდენციაც კი მეუფე პეტრემ საკუთარი ინტერესებისთვის გამოიყენა მაშინ ადგილობრივი მოსახლეობა რატომ არ ამბობს ამას ეხლა მე ამას ჩემს აზრს კი არ ვამბობ მე აქ იმიტომ კი არ მოსულა რაღაც პიარის საკეთება არა თქვენ გამგებულები ხართ ვიცით სალხინოში და ალბათ ხალხის აზრი მომაქვს და ეს ხალხი ამ ხალხს ეშინია მეუფე პეტრესი ეშინიათ იმიტომ ეშინიათ რომ მეუფე პეტრე არის ძალიან აგრესიული ეხლა იქ შევიდა ერთი ჩემი ახლობელი და შენო ხატის მოპარვაში თუ იღებდი მონაწილეობას გარეთ გაბრძანდიო და აგდებ აი ესეთი მიმართვა აქვს ასეთი მიმართვა მე გვეძახიან ვიღაცა სახელდაგვარი იმისი მონები ამისი ლაჩრები და ალბათ განსაკუთრებულად იქ ადგილობრივი საზოგადოება მას შემდეგ გაბრაზდა მეუფე პეტრეზე რაც პატრიარქს ებრძანა ეხლა პატრიარქი წარმოგიდგენიათ ეხლა იმხელა წვლილი მიუძღვის ჩვენს პატრიარქს მე ბედნიერი ვარ პირადად შევხვდი პატრიარქს და დღემდე ვარ ბედნიერი კი არა მთელი ცხოვრება ვიქნები ბედნიერი იმიტომ რომ მთელი ჩემი ოჯახი და არის ადამიანები რომელსაც ამისი ბედნიერება არ აქვს და მე ბედნიერი ვარ იმიტომ რომ მოვესწარი იმ დროს როცა ჩვენი უწმინდესი და წამებში შეუძლიათ გაგანადგურონ იმიტომ რომ ვითომ ურწმუნო ვითომე ბიჭო ეკლესიაზე კი არ ვლაპარაკობ ცუც პეტრეზე ვლაპარაკობ მე პეტრეზე ვლაპარაკობ და ზოგიერთ აი ცოტა განათლების ხრივაც აკლიათ ესეთი ისაა რომ აი მე შენთან რომ მოვდივარ რაც არ უნდა ცუდი ვიყო უნდა მიმიღო და რამეს თუ ვაშავებ უნდა მასწავლო კი არ უნდა გამომეკიდო მე შენ და ჯოხით და იმით და წყევლით კი არ უნდა მიპასუხო ეხლა როგორია ამ ხელა კაცი 52 წლის კაცი ავედი ჩემ ცოლშვილთან და გამორბის მამაო ასე იპუტავს ამ იმას წერებს და რა არის მამაო რა არის არიქა მე მამაო შფოთავს რამენაირად შენი ჭირია უნდა დატოვო და გამოვიდა ჩემ მეუღლეს და წამოვიდი სახე ძალიან საწყენია ჩემთვის ის ამბები რასაც თქვენ ყვებით მე ძალიან მწყდება გული და მეშინია მარტვილის მრევლი არ შევიდეს შეცდომაში თუმცა ხალხი ბრძენია და ყველაფერს ძალიან ზუსტად ხვდება მაგრამ დაბრკოლებაა ერთგვარი ხალხის ის რომ რასაც თქვენ ამბობთ რომ მარტვილში მრევლმა იკლო ეს ხომ უკვე ხალხისთვის დაბრკოლებაა როცა მეუფე პეტრეს განცხადებების გამო ისინი თავიანთი შინაგანი რაღაცა მცირე პროტესტის გამო ისინი ცდილობენ რაღაც გაერიდონ ეკლესიას, თუმცა ეკლესიას არც ერთ შემთხვევაში არ უნდა მოერიდონ. მარტვილის მრევლს აქვს მოლოდინი, ის სინოდის მოლოდინი, იმიტომ რომ მეუფე პეტრე ან სადმე, აი ელოდებიან რაღაცას რა. ზარია ეთერში. დიახ, ზარი მივიღოთ და განვაგრძოთ. გამარჯობა, გისმენთ ყურადღებით. სამწუხაროდ გაითიშა. გესმით ჩემი ხმა?
გაითიშა ზარი პოლიტიკური მიზნებისთვის ეკლესიის გამოყენება ეს ყოველად მიუღებელი რომ არის ჩვენ ამაზე ვთანხმდებით. მეუფე პეტრესთან? მეუფე პეტრესთან ვაშაძე თავის ჯგუფთან ერთად რაღაც გახარებული მე საერთოდ ვარ ესეთი პიროვნება არჩევნებს რო წააგებს ის ხალხის ბრალი კი არა ის არის ჩემი ბრალი იმიტომ რომ მე სოფლის წარმომადგენელი თუ არ მე უნდა ვფლობდე ყველა ინფორმაციას და ვაკეთებდე უნდა იმას რაც ხალხს უნდა თუ არა მე ხალხს რო გადააბრალო ხალხი არაფერ შუაში არა და რომ მოიგებ არჩევნებს ეს კიდევ არ არის ჩემი დამსახურება ეს არის ხალხის დამსახურება იმიტომ რომ ხალხმა მოიგო თუ არა მე ვარ ერთი ხმა ხო მაგრამ ესენი ამას ასეთნაირად კი არ უყურებენ ესენი არიან ჯიბრზე და წევლით და სხვისი რაღაც ჩვენ ყველანი ვართ ერთი სოფლელები და მეგობრები და ყველანი მემსახურებით ამ ქვეყანას და ყველა ამ ქვეყნის შვილები ვარ და ჩვენში უფრო უკეთესია და უფრო მისაღები უნდა იყოს ძმობა და მეგობრობა და ამით უფრო უკეთეს ქვეყანას ავაშენებთ. იცით რა მე მსმენია იმ ამბების ნაწილის შესახებ რაც თქვენ მოყევით ყველა ინფორმაცია რა თქმა უნდა არ ყოფილა ჩემამდე მოსული მაგრამ მე ეს ყველაფერი მეგონა ვთქვათ რაღაცა გაბუქებული რაღაცა ცილს ხომარ წამებენ მეუფეს ასეთი შთაბეჭდილება მქონდა ყოველთვის მაგრამ თქვენგან ახლა პირველ წყაროსგან გებუნდალობ ერთ-ერთი ადმინისტრაციული ერთეულის გამგებლისგან ამ შოკის მომგვრელ ინფორმაციას ბატონო გიორგი ერთი კითხვაც მინდა დავსვა ვიდრე საინფორმაციო გამოშვების დრო იქნებოდეს თუ ყოფილა სხვა შემთხვევებიც რომ მეუფე პეტრეს ეკლესია პოლიტიკური მიზნებისთვის გამოეყენებინა თუნდაც სააკაშვილის ხელისუფლების პერიოდში ან თუნდაც 2012 წლის შემდეგ. სააკაშვილის პერიოდში პეტრე იყო ყოვლისშემძლე. პეტრეს მაგალითად შეეძლო ყველაფერი. ყველაფრის გაკეთება, აი უზენაესი რასაც ქვია რა. ახალაიერთანაც მეგობრობდა. ყველა პეტრე რასაც ვერ მოაგვარებდა, იმის მოგვარება უფალსაც არ შეეძლო. პეტრე იყო ყოვლისშემძლე და ეს ძალაუფლება ნელ-ნელა დაკარგა. პეტრე ვერ ეგუება ამას. იმიტომ რომ პეტრეს ადრე ხო პოლიტიკოსობა უნდოდა და დეპუტატობა გენჩისყრა ესე რო წააგო სენაკში მის მერე გადაუწყვეტია თურმე ეს აი ამ გზით წამოსულიყო და დღემდე ვერ იკმაყოფილდება იმით რაც აქვს. პეტრეს ყველაფერი აქვს. პეტრეს ხალხი გულში ჩაიხუტა როცა მოვიდა მეუფე პეტრე, ყველა უყვარდა სხვათა შორის ის ბიზნესმენი რომელსაც მე გიყვები დიდი ვებერთელა ეკლესია აშენა მეთქი, ვებერთელა პატივისცემა რაღაცა და მაგრამ პეტრე ყველას უპირისპირდება, ვინც თავის კანონებს არ ემორჩილება. თუმცა უნდა ვთქვა მე მაინც რომ მსმენია იცით სხვადასხვა წყაროებისგან რომ მარტვილში მეუფე პეტრე უყვართ აი ესეთი განცხადებები. აი ეს მე ახლა ამისი მტკიცება რო დაგიწყოთ სირთულე უბრალოდ თქვენ თვითონ უნდა ნახოთ აი ეკლესიებში უნდა მოხვიდეთ ავტობუსი იდგა ავტობუსი სპეციალური მარშრუტკა და იმით დაყავდათ ხალხი და ის ხალხიც მიატოვეს ვაფშე სიარული და ეხლა ის სარიელი ავტობუსიც მოხსნეს და საერთოდ არ დადის გეუბნებით სრული პასუხისმგებლობით და ღმერთმა ქნას რო იარონ მე ეს გამიხარდება ახლა საინფორმაციო გამოშვების დროა და ჩვენ საინტერესო სტუმართან ერთად რომელიც მარტვილის რაიონიდან ჩამოვიდა ძალიან მალე განვაგრძობთ საუბარს პირდაპირ ეთერში დროებით დღის სტუდია აგრძელებს პირდაპირ ეთერში მუშაობას, გადაცემას მოძღვები ილია ჩაჩიბაია, ხოლო ჩვენი სტუმარია მარტვილიდან, სოფელ სალხინოს ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელი მერის მხრიდან, ეს გახლავთ ბატონი გიორგი ჯიჯელავა, ის პრაქტიკულად შეიძლება მოვხსენიოთ როგორც სალხინოს გამგებელი, იმიტომ რომ რწმუნებული ეს უფრო თანამედროვე ტერმინია, დიახ, წარმომადგენელი უფრო ესეთი ახალი ტერმინოლოგია, ბატონო გიორგი, მინდა დაუბრუნდეთ ჩვენ წინასაარჩევნო ვითარებას და მეუფე პეტრეს საქმიანობაზეც განვაგრძოთ ამავდროულად საუბარი. თქვენ ამბობთ, რომ წინასაარჩევნო თქვენზე განხორციელდა ერთგვარი ზეწოლა სწორედ მეუფე პეტრეს მითითებით. იქნებ მოგვიყვეთ დეტალებზე როგორ მოხდა ეს? არა, ზეწოლა ნამდვილად არ ყოფილა, იმიტომ რომ ფიზიკურად ეს არის შეუძლებელი ახლა ზეწოლა მუხარას გულისხმობ სიტყვიერი ზეწოლაც ხომ არსებობს. მოდიოდნენ ევროპელი საქართველოს თუ რაღაც ევროპელი ნაციონალები რაღაცებს მეუბნებოდნენ და მაფრთხილებდნენ რომ შენო ყოველთვის ვითომ მასწავლიდნენ რომ შენო უკან დასახები ყოველთვის უნდა გქონდეს რომ რა გადააკვდიო და რა თავსიკლავო ამ არჩევნებითო შენ ხო ჩვენი ძმა ხარო და რაღაცნაირად და ამას ავრცელებდნენ მე ხალხში უნდათ რომ ვითომ მე ნეიტრალური და რაღაცა მე მშობლებაში ვიყავი დღესაც მშობლებაში ვარ ორ დღეა მშობლებაში აქ რო ჩამოვედი და მე ვაკეთებდი იმ საქმეს რასაც ხალხი ითხოვდა და რასაც
თვითონ ხელისუფლება მავალებდა. ეხლა მე მაგისნაირი მუქარების ჩემთან ეს არის არაფილის მომცემი, იმიტომ რომ მე არ მეშინია არავის მუქარეს. და მე მეუბნებოდნენ რომ მეუფე პეტრესი როგორ შეიძლებაო ასე დაუპირისპირდეო მე საეკლესიო მხრივ მეუბნებოდნენ ვითომ იმან გაჭრასო და მე ვიყავი აქ საპატრიარქოში ვითხოვე კურთხევა მე დავდიოდი სამებაში და დავდივარ დღესაც და დავდივარ ჩემ ოჯახთან ერთად და ვლოცულობ და ვაკეთებ იმ საქმეს რასაც მავალებენ და რაც გასაკეთებელია და რასაც ითხოვს მოსახლეობა. მე არ მეშინია არც პეტრესი არც მეშინია მარტო უფლის და მე ამათ არ ვცნობ როგორც უფლის ხალხს იმიტომ რომ ესენი ისეთ რაღაცა ახლა მე რაში მაინტერესებს მამალაძემ თუ რამე დააშავა მე იქ რო შედივარ ტაძარში ვოცულობ ჩემი შვილებისთვის და ჩემი ოჯახისთვის და ჩემი ქვეყნისთვის თორე მამალაძეს გამოყვანა და არ გამოყვანა ეს არის საგანმანათლებლო ორგანოს მიერ გადასაწყვეტი და საეჭვოა რომ საკუთრებით რუსთავიორი და მეუფე პეტრე აქტიურობენ მამალაძის საქმეს ეს იწევს მცირე რუსთავიორს მამაჩემი არის 83 წლის და მამაჩემი რუსთავიორს რო უყუროს მეორე დილით შინია გარეთ რო გავდივარ იმიტომ რომ გეშინია წარღვნა იქნება კიდობანი უნდა კონდეს და არიგა დაინგრა ქვეყანა და სინამდვილეში ქვეყანა შენდება და ასეთ რაღაცებს ავრცელებენ შენდება ალბათ ცოტა ხმამაღალი ნათქვამი რაღაც კარგი საქმეების ნამდვილად შენდება ბევრი რაღაცა გაკეთდა აი გეფიცებით ამას გულწრფელად გეუბნებით და თუ გინდა რუსთავიორსაც ვეპატიჟები ნახონ რა გაკეთდა რა იყო და რა გაკეთდა დღეს ევროპული სტანდარტის და არ მინდა ეხლა ამის ჩამოთვლა კეთილი ჩამოთვლა მართლაც შეგვიყვან მიხარია თუ მარტვილის რაიონში ასეთი კარგი საქმეები კეთდება ბოლოს რაც გაკეთდა მოწერილია დროის მერე არ გაკეთებულა დამიჯერეთ რა მარტვილის რაიონში მადლობა მაშინ ბატონ ალექსანდრე გრიგოლავას და მოკითხვა მარტვილელებს დიდი პატივისცემით ობიექტივისგან ისიც ამინდა გკითხოთ თუ არსებობს ინფორმაცია იმის თაობაზე დადასტურებული ინფორმაცია რა თქმა უნდა რომ მეუფე პეტრე ძებნილებსაც იფარებდა და მასთან იმალებოდნენ. გურამე გაბისონია იყო ბებრთელა კაი პიროვნება, რომელიც მაშინ გამოვიდა მიქიაშვილის იყო ჩამობძანებული იქ მარტვილში და გადაიღო და თქვა მე რაც არ მინახია მართლა ცოდვა რაც არ იცი და რაც არ თუმცა მეგის ქარდავას და როლანდ ახალაიას ვაჟების მფარველობა მოხდაო ასეთი ინფორმაცია იყო. მე გული რაზე მწყდება იცი ერთ-ერთი საუკეთესო სკოლა გიმნაზიაა ჩვენთან. გიმნაზია და ყველაზე საუკეთესო მასწავლებლები გარბიან. აი წასულებიან მარტვილის სალხინოს სკოლა გიმნაზიაში მასწავლებლის ანაზღაურება იცი რამდენია? აი ყველაზე საუკეთესო მასწავლებელიც არის 150, 240, მაქსიმუმ 500 და ყველა ლიცენზირებული მასწავლებლები 5 თუ 6 გამოიქცა, იმიტომ რომ ყველას უნდა თავისი ოჯახი რჩენა და ყველას უნდა არსებობა და მე წამოსვლაც ისე არ ხდება, როგორც აი თქვენ ფიქრობთ, ეხლა განცხადება შენ კი არ უნდა დაწერო. აი მაგალითად მე მივდივარ, რომ დავწერო განცხადება, ამ შემთხვევაში ისინი გეუბნებიან არა შენ უნდა თქვა ჩვენ გაგიშვით. იმიტომ რომ როცა შენ მიდიხარ, ესე იგი უკმაყოფილო ხარ ჩვენგან და როცა მე გიშვებ, მე ვარ შენგან უკმაყოფილო და ასეთი ამას დედა თამარი იმას შვება. აკონკრეტებს ამას და როგორ მოიქცეს და თვითონ თავის ძმისშვილი ხა სასტუმროში გამზავდეთ პოლონელ სტუმრებს ეუბნებოდი ახალგაზრდა ბავშვი დაამხთა და მეუბნება ისო თქვენი ჭირიმე პოლონეთიდან სტუმრები უნდა ჩამოსულიყვნენ სასტუმროში გაჩერება გვინდოდა ჩვენი სოფლის მე დავათვალიერებთ კი ამ სოფელს იქნებ რამე თვითონაც მოიფიქრონ რაღაცა ხალხისთვის კარგია ეს უცხოელები იმდენი ჩამოდეს მაგრამ რა მოხდა არ შემიშვე ის ბავშვი მეუბნება სად არ შეგიშვეს სასტუმროში მე არ შემიშვეს ჩემს დეპუტატი ყავს მაგარი კარგი ადამიანი გოგი ბასილაია მეუფე პეტრეს სასტუმროა და ალბათ იმიტომ ხო? მეუფე პეტრესი კი არა სოფელში ეს და ხალხის სასტუმროა და დედაჩემის სოფლია და ჩემი მეზობლების და ჩემი სალხინოელების სოფლით არის ეს ნაშენებული აშენებული ბატონო გიორგი ერთი ზარია ეთერში თუ შეიძლება მივიღოთ არ ვალოდინოთ მაყურებელი თუ რადიო მსმენელი გისმენთ ყურადღებით გამარჯობა გამარჯობათ გენესოლის სიანიდის საქმეს მე მგონი ერთი დიდი შეცდომა დაუშვეს თუ ეს მართლა იმ საშინელი საქმისთვის უნდოდა ჩამოაქრეითეს თეთრუაშვილამდე თუ ეს ამისთვის უნდოდა ყველა გზით ჩანს რომ ეს იყო პატრიარქისადმი მიმართული და მე მესმის პატრიარქი არ იდეს ამას და იმიტომ ჩამოაქრეითეს მაგრამ ამან ძალიან დიდი უარყოფითი გავლენა იქონია და ამან გაათამამა მართლა თუ დამნაშავე არ ვიცი მე ის არა ვარ უდანაშაულობის პრეზუმპცია არ მინდა დავარღვიო მაგრამ მე მგონი ეს ყველაზე დიდი შეცდომა იყო რაც შეეხება მეუფე პეტრეს ძალიან ბევრს გნებავთ ეკლესიაში გნებავთ გარეთ აქ მაგალითს მოვიყვან ნინი ქასელაძეს კითხეს
სამშობლო უფრო გიყვარს შოკოლადიო და იმან გულუწყილოდ უპასუხა შოკოლადიო. განაყდელა ამ ტკბილი შოკოლადისთვის არის ბრძვის, განაყდელა თავიანთი კეთილდღეობის არის იბრძვის სამშობლოს და პატრიოტიზმის შირიმით. არის ამან დაუპა ქვეყანა. არ მეთანხმებით? დიდი მადლობა ზარისთვის. მესმის თქვენ რასაც ბრძანებთ ხალბატონო. მე ახლა გამიხარდა ეს არის რომ შემოვიდა მე ადრე ხო გახსოვთ ჯორდანო ბრუნო. დიახ. რო დაწვეს დედამიწა ბრუნავს თავის ღერძის გარე არა რას ქვია ბრუნო სულელიაო და ეხლა მე შეიძლება მართლა ვწდებოდე და პეტრე რასაც ამბობს მართალია მე ამისი არ მჯერა თორემ ეხლა პეტრე ერთ მხარეს არის პეტრე და აქეთ არის მთელი არავინ არ ამბობს მარტო ამბობს პეტრე და თქვენ პედაგოგებზე ბრძანეთ მიდიანო და მე აგრეთვე სასულიერო პირებზეც მინდა გკითხოთ თუ არის ფაქტები რომ მარტვილის რაიონს ტოვებენ სასულიერო პირები უამრავი მე ჩემი პირველი მოძღვარი იყო მამა გრიგოლი აი ახლა გაჭედილში არის ის ეკლესია ის რაგვარია სარია ხო და იქ მუშაობდა მამა გრიგოლი უდიდესი პიროვნება ხალხს ყველაფერს ყველას რო უყვარდა და ყველა გულში რო იხუტებდა ყველას ეხმარებოდა მანქანა ყავდა რაღაცა შეშა ჩამოქონდა უანგაროდ უფასოდ არავის არაფერს არ ავალდებულებდა ვინმე თუ დაპატიჟებდა და თუ რამეს შეწირავდა ხო მადლი და თუ არა და არავისზე არაფერი არ უნდა და კაც უნდა და სიმშვიდე და გააგდეს მამა სერაფიმე უდიდესი პიროვნება დღეს იმაშია მცხეთაში არის იმაში მცხეთაშია ხო რომელიღაც აზარში არ მახსოვს ზუსტად ხო კიდე მამა ილია ქუთაისიდან მამა ქვეყნის არ ვიცი და რა მიზეზით მოუწიათ მათ დაეტოვებინათ მარტვილი ვერ გაუგეს მეუფე პეტრეს მეუფე პეტრეს ყველა უნდა მორჩილი და ყურმოჭრილი მონა რასაც პეტრე გეუბნება იმის იქით არაფერი არ ასეთი უნდა და მაგას მაგალითად გამგებელი მერი რო ყოფილიყო აი მაგალითად მაგრამ ახლა ჩვენი მერი რო არ ემორჩილება პეტრესთვის მიუღებელია და ყოფილი გამგებელი ვინც იყო ის ახლა ყავს იმ სკოლა ინტერნატის პრორექტორი ქვია პეტრე არის რექტორი ის არის პრორექტორი ასეთი შემოიღეს სტატუსი რექტორი პრორექტორი და იმ პრორექტორმა და რექტორმა იცი რა გააკეთეს თავიანთი ის ბოლოზარი რო იყო მარტო თავიანთი მოსწავლეები დალოცეს და სალხინო საშუალო სკოლის მოსწავლეებთან არც კი მოსულან ალბათ ძალიან დასწყდათ გული ასამო ბავშვები არიან იმათ ეხლა ბავშვის ტვინი სუფთა დაფა რომელზედაც წერა შეიძლება და ჭღაბნა არაო და იმათ როგორ არ გაახსენდებათ ეს ყველაფერი იმათ ახსოვთ და ყველაფერი იცის იმის მშობლებმაც იციან იმიტომ რომ მაშინ პეტრე მოვიდა ზარზე იმით და დალოცა ყველა სამწუხაროდ მე ძალიან გული მწყდება 4 თუ 5 ბავშვი ჩაიჭრა იმიტომ რატო ჩაიჭრა იცით ერთი თვით ნაკლებს სწავლობენ ბავშვები მაგალითად არ დადაგები თუ იწყება 20-ში ჩვეულებრივ სკოლებში აქ იწყება 15-ში დიახ ბატონო გიორგი ალბათ ბოლო განცხადების შემდეგ როდესაც მეუფე პეტრე დაუპირისპირდა პატრიარქს და დაუპირისპირდა სინოდს მისი პოზიციები მარტვილის ეპარქიაში შეირყა. რას აკეთებს ის დღეს რომ კვლავ გაამძლავროს თავისი ავტორიტეტი და თავისი გავლენები მარტვილში? არა, ის მე მაგას ვერავინ ვერ გააჩერებს. მე ისეთი წარმოდგენა მაქვს პეტრეს ას ვერავინ ვერ შეაცვლებიებს, იმიტომ რომ პეტრე არის ძალიან ისეთი მტკიცე პიროვნება, ის აქედან პატრიარქო გახსოვთ პატრიარქმა მოერიდეთო საჯარო განცხადებებს ტელევიზიით რაღაც. პოლიტიკურ თემებზე დიახ. გამოვიდა თუ არა პეტრე ეგრევე ინტერვიუს აძლევს, ვის აძლევს რუსთავიოს. მხარს ვინ უჭერს რუსთავი. ყველა ეს ცოტა მდიდარი არ მინდა ესეთი რაღაცა რო ვთქვა, მაგრამ ეს წვერებს უკან იმალებოდეს უნდა პატიოსნება თუ არა წვერებს მოშვება კი არ არის სავალდებულო იცით რა მინდა გკითხოთ აი მას შემდეგ რაც ვთქვათ ეს განცხადება გაკეთდა და როგორც თქვენ ამბობთ მრევლმა უკლო ტაძრებში სიარულს მარტვილში რა განვითარება შეიძლება საომავლოდ ამ პროცესებს მოხდეს ხომ არ არის შესაძლებელი რომ აი ვთქვათ უფრო და უფრო უნდობლობა გაჩნდეს ეკლესიის ინსტიტუტის გამო ეს ყველაზე დიდი პრობლემა იქნება აი ეგრევე ყველაფერი შეიძლება კარდინალურად თუ პეტრე შეიძლება აი პეტრე საუბრობენ ამაზე მარტვილის ეპარქიაში ეზარება ხალხს შესვლა ეზარება გეუბნებით აი პეტრე აი ხო არის მარტვილის მონასტერი წარმოგიდგენიათ ახლა რამხელა ის არის ტაძარი რამხელა ისტორიის მატარებელია მთელი მარტვილი კი არა მთელი საქართველოს გიორგი ჭყონდიდელი ამროსი ხელაია და მარტვილის რაიონი არის ვებერთელა ისტორიის მატარებელი ხუთი წმინდანია მარტვილში გაზრდილი და ესეთი იმაში და მარტვილელები ეკლესიური ცხოვრებით ბევრი გამოირჩევა ის ბატონი შალვა იყო ჩამობრძანებული
კეკელია, მამაშალვა, მაგარი პიროვნება, უსაყვარლესი. გეთანხმებით, ჩვენი რელიგიური გადაცემის ხშირი სტუმარია. ხშირი სტუმარი ძალიან მიყვარს მოკითხვას უქმნი მამაშალვას და ძალიან ვებერთელა უპატიოსნია. აი იმ ადამიანს რო შეხედავ იქიდან მოდის, რაღაც სითბო მოდის და სხვათა შორის გული რაზე წყდება, იცით იქ ერთი დედაო შემხვდა და მელაპარაკა და ისეთი რაღაც სითბოს გრძნობა ადამიანისგან ეგრევე და ამ პეტრესგან გრძნობ რაღაც აგრესიას. იქ სკოლის გამოსაშვები ის რო ქონდათ მაშინ მე და ჩემი დეპუტატი, სოფლის დეპუტატი არის უდიდესი პიროვნება, კაი ოჯახიშვილი, განთქმული ოჯახიშვილი, იური ბასილაიას ოჯახი არის ჩვენი სალხინოში, თითზე ჩამოსათვლელია ესეთი ოჯახები და კაი რო ვიყავით შესული, ის მამუკა დანელიამ გადაჩურჩულა იმას, მეუფეს სიტყვით რო გამოდიოდა, აი ის არის მოსულიო. თქვენზე იმითიცები მოსულიო ხო ჩაჩურჩულა ნუ რა უთხრა არ ვიცი და ეგრევე ის დავიწყდა ეს და ეგრევე გადავიდა ლანძღვაზე თავრობის ლანძღვა პოლიტიკური თემები და დღემდე ვერ მოუნელები ვარ ამ კაცს რა ეკლესიაში ხო არ მიშვებს ეხლა ის არჩევნები წააგო ყველა მეუფე არის ეპისკოპოსი ბერი ხო მასია და ბერები ალბათ ბატონო გიორგი მაგალითი უნდა იყვნენ მაგალითი უნდა იყვნენ თითოეული სხვა ადამიანისთვის და ძალიან საწყენია კიდევ ერთხელ ვამბობ მე რასაც აქ ვისმენ დიდი მწუხარებით ხვდები და თქვენს დიდი მწუხარებით ამბობთ დარწმუნებული ვარ. ოჯახში ამაზე დიდი ტკივილი არაფერი არა, იმიტომ რომ მე პატარა ბავშვი რო ვიყავი, აი წაჩხუროს სადაც ვიძახი, დედაჩემი მაშინ ეს მამაოები იმდენად არ იყვნენ, აი ეკლესია მაშინ კომუნისტური პერიოდი იყო და ფეხშიშველი დავყვებოდი დედაჩემს. ფეხშიშველი კრუგებს ურტყამდით სანთლით ხელში და დღეს ვიღაცა ჩამობრძანდა მე მამაო და მეუბნება არიქა შპოთავს და რაჯანდა ბაშტა ამაზე დიდი უბედურება რა გინდა არჩევნების ხალხი უყურებს და ეს ყველაფერი ცუდად მოქმედებს. სარია ეთერში გისმენთ ყურადღებით, გამარჯობა. არა, გამარჯობა. გაგიმარჯვეთ, გისმენთ. ვესალმებით თქვენ სტუმარს. ორი კითხვა მაქვს. ბრძანეთ. დადიანები რო აშენებდნენ თავის სასახლეს, მაშინ ხალხის ის იყო ეს განკუთვნილი თუ просто თავის აიშენეს როგორც გეცენდება. თავის დროზე როცა აიშენეს და პირველი შეკითხვა მეორე. და მეორე ახლა პეტრე თქვენ ცოტა სოლიდარული მომადგენელია პეტრე რა მაგაზე ბევრი სპენია და კიდევ მე თვითონ ვარ მართული და ერთი მაფიოზია რომელიც უკან იმალება წელი მაფია თქვით პირდაპირ რა არის გაურკვეველი ათორიანი მაფიოზი არ გინახიათ ახლა თუ ღმერთ მორწმუნე იყო რაპუტინი ეგ თემა რა პირდაპირ თქვით რა გასაგებია მაინც ვცდილობთ რომ ხილად ვიყოთ ბატონო ჩემო ჩვენი მაყურებელი თუ მსმენელი რომელიც ამბობს რომ წარმოშობით მარტვილიდან არის აცხადებს რომ დადიანებმა როდესაც თავიანთი სასახლე ზუგდიდშიც და თქვენს სოფელშიც სალხინოშიც ააშენეს საზაფხულო რეზიდენცია მაშინ ამას აშენებდნენ ხალხისთვის თუ ამას აკეთებდნენ თავიანთთვის რა თქმა უნდა თავიანთთვის მაგრამ ის დრო დამთავრდა თავიანთვის აშენებდნენ მაგრამ ხალხსაც 1856 წელს დაიწყო აჯანყება გლდეღთა აჯანყება სამეგრელოში ეს სხვადასხვა ჩემი სოფლელი იყო მართალია თოდუა დადიანებს ჰქონდა წისქვილს მოვიდა და რო არ დაუფქვეს და ამით მე სამეგრელოში გადამდებია ეს ახლა მეუფე პეტრეს გონი აქ გია ჯიჯელავას მოშორებით თუ ყველაფერი ჩაცხრება მე დღესვე წავალ გადავიხვეწები ოღონდ ჩემს შვილებს ეშველოს და ჩემს ქვეყანას და ჩემს სარწმუნოებას და მე არაფერს არ წარმოვადგენ კიდევ მეორე თუ რამე ცუდია ეს ყველაფერი არის ჩემი ბრალი თუ კარგია ეს არის ხალხის დამსახურება იმიტომ რომ მე ყველაფერი უნდა მივიტანო რასაც მაძლევს ჩემი ზემდგომი ხალხამდე და ხალხი ყოველთვის განსჯის კარგს და ფურს და ყოველთვის ხედავს კარგი რომელია ეს არიელია თუ სავსე ამას ყოველთვის და ჩვენი მაყურებელი აგრეთვე გვეუბნებოდა რომ მეუფე პეტრე მაფიოზია და პირდაპირ თქვითო ამას მე მაფიოზია კი არა გეუბნებით აი ხიათ ვამბობთ საჯაროდ რომ მეუფე პეტრე არავის არ ცნობს მეუფე პეტრეს ლოცვები იწყება მამალაძის განთავისუფლებით გაბრაზებულია იმიტომ რომ სინოდში სხვა რაღაცაზე აი ხალხის აზრს გეუბნები მაშინ ახლა და პირდაპირ მოუწოდებდა მრევლს რომ ნაციონალური მოძრაობის კანდიდატისთვის მიეცა თქმა ასე პირდაპირ თქვა ხიათ ის დაფრანგული ქალბატონიო სალომე ზურაბოდის ვიხდი ახლა ქალბატონ სალომე ჩემი სოფლის ხშირი სტუმარი იყო სანამ პრეზიდენტი გახდებოდა და ჩემს სოფელში ყველას უყვარს და ეს შედეგზეც აისახა სხვათა შორის
ღიად ხატით დადიოდნენ, რამენაირად უნდა და პლუს სალხინო არის დასაყრდენი, რატო იცი? აი ეს დადიანის სასახლე, სასტუმრო სკოლა, გიმნაზია, ბატონი პეტრე რექტორი, მამუკა ყოფილი გამგებელი, პრორექტორი და ეს სალხინოში და მე კიდე ღიად მქონდა გაცხადებული, ხალხისთვის ნათქვამი მქონდა, აქ თუ არჩევნები წავაგეცმებო, ალბათ არის ჩემი ბრალი თქვენ არაფერს შუაში ხარ, მე დავწერ განცხადებას და წავა. იმიტომ რომ მოვა სხვა, უკეთესი და გააკეთებს უკეთეს საქმეს. ბატონო გიორგი, და ბოლოს რა არის გამოსავალი იმისთვის, რომ არც მარტვილელი მრევლი დაბრკოლდეს, არც ეკლესია შეეშალოს ხელი განვითარებაში და აგრეთვე პატრიარქს არ ლანძღავდნენ სასულიერო პირები, კონკრეტულად მეუფე პეტრეს გულისხმობა. გეტყვი ზუსტ პასუხს. დაუჯეროთ ჩვენს უხუცეს პატრიარქს და პატივიცეთ მის ყველა სიტყვას და მორჩა ყველანი ვიქნებით ბედნიერები და კარგები. ერთ კაცს კი არ გადავაყოლოთ ეს ქვეყანა. ანუ ვაშენოთ რუსთავიორებით კი არა, აი კარგზე ვთქვათ კარგი და ცუდზე ვთქვათ ცუდი, რომ ეს გამოსასწორებელია და გამოვასწოროთ. ყველამ ერთად. დღეს მაგალითად საპატრიარქომ რომ მიიღოს, მე მაგალითად ჰიპოთეტურად ვამბობ ამას, გადაწყვეტილება მეუფე პეტრეს გამკვეთის შესახებ და ვთქვათ მონასტერში გამწესების შესახებ, ამას როგორ შეხვდებიან მარტვილში? ხომ არ იქნება ვთქვათ რაიმე პროტესტი? ამას მარტვილში შეხვდებიან ზეიმით. ზეიმით იქნება, ზეიმით შეხვედრა. მრევლი რა თქმა უნდა, ეს არის საწყენი. მე მაგალითად ძალიან მეწყინება ესეთი რაღაცა, იმიტომ რომ ეს არის ღრმა თემა, რომელიც ჩემს იმას ცდება. მე არ ვიცი ხა განკვეთა რაღაცა ეს ცოტა ძიმე თემაა, მაგრამ აი რო შეიცვალოს ან რაღაცა და მარტვილსაც რო ეშველოს, იმიტომ რომ სალხინოში კიდე გეუბნები 5 ეკლესიაა. 5 ბასილაიების ეკლესია, ლეცავის ეკლესია, დადიანების ეკლესია, წაჩხურუს ეკლესია და წმინდა გიორგის ეკლესია. ეს არის მე-21 საუკუნის სალხინოს ახალი ისტორია. აი იქ რაც გაშენდა სატრაპეზო, ფაქტიურად ეს ეკლესია კურთხეულია, ეს ბოლომდე არ არის და პეტრეს უნდა რამენაირად ეს ეკლესიაც მიისაკუთროს. იმიტომ რომ პეტრეს აქვს გავლენა, აქვს ფული. მორჩა და პეტრესთვის ეხლა წარმოიდგინეთ ჩემნაირი პიროვნება, პეტრე მოგიწოდებს ლოცვებში ყველაფერში მხარი ვის დაუჭირო და პეტრე მარჩევნები რო წააგო, მაშინ უთქვია თურმე მე არ ვიცი ეს არ მომისმენია, აი ხო ხედავთ ეშმაკს რამხელა ძალა აქვს. არჩევნები მოგვიგო ეშმაკმაო და აი იმას როგორ დაუჯერებთო და მე არ ვიცი ეხლა ეს ცოტა შეიძლება არა ლამაზად ჟღერდეს, მაგრამ ამისი ის მე არა ვარ ეხლა კომპეტენტური ამ საქმეში როგორ მოიშწავა თუ ბატონო გიორგი, ჩვენ ადრეთ შევთავაზეთ მეუფე პეტრეს თანამშრომლობა ობიექტივმა და ვთხოვეთ რომ გამოეყენებინა ჩვენი ეთერი იმისთვის რომ თქვათ პასუხი გაეცა იმ ბევრ კითხვაზე რომელიც მასთან დაკავშირებით არსებობდა, მაგრამ რა თქმა უნდა მისგან უარი იყო და ობიექტივთან თანამშრომლობაზე კატეგორიული უარი განაცხადა, როგორც ჩანს რუსთავიორი უფრო კომფორტული მედია საშუალებაა მეუფე პეტრესთვის. კითხვებით შესაბამისად ისმევა მისაღები, მაგრამ მე ჩვენი ეთერიდან კიდევ ერთხელ მინდა მას შევთავაზო, თუ კი საჭიროდ ჩაფლის მეუფე პეტრე და ჩვენთან მობრძანდება გადაცემაში მონაწილეობის მისაღებად, ეთერს აუცილებლად დაუთმობთ და კითხვებსაც რა თქმა უნდა შევათანხმებთ მასთან და საშუალებას მივცემთ რომ გააქარწყლოს ის კითხვები, რომელიც მის პერსონასთან დაკავშირებით არის გაჩენილი. ვიქნები და მეც ვაცხადებ საჯაროდ, ჩამოვბრძანდნენ მარტვილის რაიონის სოფელ სალხინოში და ნებისმიერ ადამიანს, რასაც მე ვლაპარაკობ ახლა, თვითონ მოსახლეობაში გაიკითხონ უჩემოდ თუ გინდა მე დავხდები, მე ვიყავი ნინო და მე ვიყავით ნინო მიქიაშვილთან ერთად ვიყავით მოსახლეობაში, ალბათ არის ეს კადრებით და თვითონ ვანახებ ყველაფერს ფაქტში. თუ გინდა ხუთშაბათსა ეს მამა ის მეუფე პეტრეს იქ ეკლესიური ისინი მე უთხარი ეკლესიაში რო არ იმშვებენ, მე პატრიარქის კურთხევით ავარ მეთქი და პატრიარქმა ყველა ქართველი და ყველა ქრისტიანი დალოცა და ყველა ტაძარში ყველა ქრისტიანს აქვს ლოცვის უფლება. არავისი არა, ეს ის ეკლესია არ არის კერძო საკუთრება, რომ შეუშვა თუ არ შეუშვა. და მე ამაზე რას მეტყვით მეთქი ეგრევე სხვა თემაზე გადადიან. იმიტომ რომ მე პატრიარქზე წინ არასდროს არ დავაყენე პეტრეს. იმიტომ რომ ქართველი ერი დგას სწორედ იმ ღერძზე, რასაც პატრიარქი ქადაგებს და რასაც პატრიარქი გვიკეთებს. ამდენი წელი კაცმა იმსახურა, კაცად გაგხადა, ამხელა თანამდებობა მოგცა და დღეს პატრიარქს რომ უბრუნდები, ამას ხალხი უყურებს. ეს გიაჯიჯელავას ბრალი კი არა და არ თქვენ. ბატონო გიორგი, პატრიარქს და წმინდა სინოდს ვინც დაუპირისპირდა, ის თვითონ ვერაფერს მოიგებს, იმიტომ რომ თავს ავტომატურად მიღმა იყენებს საპატრიარქოსი და ვისურვებდი რომ
რომ მეუფე პეტრემ კიდევ ერთი განცხადება გააკეთოს, სადაც თავის პირველ პოზიციას პატრიარქთან დაკავშირებით ნათელს მოჰფენს და ყოველ შემთხვევაში არ იქნება ისეთი, როგორიც წინა განცხადება იყო და პირდაპირ ვიტყვი, რომ შეინანებს იმ განცხადებას, რომელიც მან გააკეთა პატრიარქთან დაკავშირებით. დიდი მადლობა, რომ მობრძანდით. მარტვილიდან ჩვენი სტუმარი იყო ბატონი გიორგი ჯეჯელავა. მადლობა ჩემს მარტვილს. გადაცემას უწყებოდი ჟურნალისტი ილია ჩაჩიბაია. კარგად ბრძანდებოდეთ და ბოდის ვიხდი ჩვენი მაყურებლის წინაშე იმ ძიმე ინფორმაციებისთვის, რომლის მოსმენაც თქვენ მოგიწიათ გასული 50 წუთის განმავლობაში.